ამოცანა, დავალებები, KRF-ის და ARF-ის სტრუქტურა, ასეული ოპერაციები არის ლურჯი 5. აღჭურვით მივახცევთ ჩვენ იმას, რასაც საერთოდ სამხედრო ქვია. Გამბედიერი ვარო აქავარდეს თქვენთან ერთად. ჩვენ ჩვენ გვაქვს 20-ში თქვენი ნიშნები ორი. ფუტელი დროშა, რომელიც ნიშნავს, რომ ოჯახთან კავშირი გაქვს. საშუალო ფერი გარდა. გაიხარე. ხო? ყველაფერი გაქვს. ოჯახში ყველაფერი კარგად. სახში. всё, машин. კავშირი გასში. პირველი კლასის რეგისტრაციის გაიხარე, დიდი მადლობა სამსახურისთვის. გაიხარე, შენ ოჯახთან. I'm really in the army. I've been in the army for 22 years. Good, wonderful, Yeah. wonderful. Every time in Okay. the British one, but the Germany one is the first time. We have a მაზარ შარიფის ბაზის მონახულებით დასრულდა ჩემი ვიზიტი ავღანეთში. მოვინახულეთ სამივე კონტინგენტი, რომლებიც განლაგებული არიან ავღანეთში. შევხვდით სამივე ბაზის მეთაურს, შევხვდით კოალიციის ლიდერებს, რომლის მეთაურობის ქვეშ ასრულებენ ამოცანას ქართველი ჯარისკაცები. ყველა მეთაურმა, ყველა ჯარისკაცმა იცის საბრძოლო ამოცანა, რაც მთავარია, ასრულებენ მას ძალიან კარგად ყველა კოალიციის წევრი ნდობას უცხადებს, მაქსიმალურ ნდობას ქართულ ჯარისკაცს. ამიტომ დიდი მადლობა მათ, უსურვებ უსაფრთხოდ ჩაეტარებინოს თავიანთი მისიები და ჯანმრთელად და ბედნიერად დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს. ჩვენ ჩამოვედით ბაზა მაზარი შარიფში, საათ შეხვდით ქართულ ასეულს, რომელიც არის მე-3 ქვეითი ბრიგადის 32 ბატალიონის არფა ასეული. გავეცადეთ მის ამოცანას, თუ რა ამოცანებს ასრულებენ ისინი. ისინი ასრულებენ პატრულირებას, პირადი შემადგენლობა თავიანთ ამოცანას წარმატებით ართმევს თავს. შევხვდით აგრეთვე მათ დაქვემდებარება, ისინი იყოფებიან გერმანელი ქვედანაყოფის დაქვემდებარებაში, შევხვდით გერმანელ მეთაურს, რომელმაც დიდი მადლიერება გამოხატა ჩვენი პირადი შემადგენლობის მიერ. მან აღნიშნა, რომ ჩვენი პირადი შემადგენლობა ართმევს თავს დასმულ ამოცანას. ოფიციალური ვიზიტით გვესტუმრა დასავლეთ ოპერატიული სარდლობის სარდალი პოლკოვნიკი მიხეილ სადუნიშვილი და მე-3 ქვეითი ბრიგადის მეთაური ვიცე-პოლკოვნიკი დონალდ კიკნაველიძე, რომელმაც შეხვდნენ პირად შემადგენლობას, გაესაუბრეს, გაიგეთ თავიანთ საცხოვრებელი პირობები და ბრიფინგზე ჩვენ წარუდგინეთ ქვედანაყოფის ამოცანა და დავალებები. ავღანეთში ვიზიტის ფარგლებში სახმელთო ჯარების დასავლეთის სარდალმა მოინახულა საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები, რომლებიც განლაგებული არიან სხვადასხვა რაიონში. დღეს დასკვნით ეტაპზე ვიმყოფებით მაზარი შარიფში 32 ბატალიონის ნაკრებ ასეულთან. დღესვე ავღანეთში სამხედრო წარმომადგენლობის მადლობის სერტიფიკატებით დაჯილდოვებული იქნენ 30 სამხედრო მოსამსახურე მტკიცე მისიაში შეტანილი ღირსეული წვლილისათვის.